როგორც იქნა დაბრუნდა ნანატრიგეთ როდევის მე ახლა მოდივართ ჯიმში და ჯიმში ვიყიდე ახალი რაღაცაები და წეღად მოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ თქვენთან ერთად ვნახო, გამზადოთ და ერთად წავიდეთ. მაქსიმალურად ვეცდებ რომ ესე ვიდგე, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება დღეს მთელი დღე გადაბენებზე ვარ, ვერ ვასწრებ და ეს უკვე მე რამდენი ვიდეო ვსხებ აღარ ვიცი, მაგრამ ნახოთ რა ვიყიდე და რამდენად მომიხდება ან საერთოდ იმას კარგი. ვიყიდე სამი რაღაც, ერთი არის შარვალი. გამოდი შარვალით დავიწყოთ. რაც თავარა შარვალი მოკლე არ მაქვს და ძალიან კაი სიგრძე აქვს. ეხლა იქით გავიტანო პროპორციად განახებთ. არის გამეყრება, აი ესე. ძალიან მომწონს. ის მომწონს რომ მოკლე არ მაქვს, იმიტომ რომ მე ძირითადად შარვალები ყოველთვის მოკლე მაქვს ხოლმე და ეს შარვალი ძალიან კარგი სიგრძეზე. ახლა ვნახოთ ის ორეული ჯიმისთვის რომ ვიყიდე. ეს ელასტიკი. ეს ბრენდი იმიტომ მიყვარს, რომ როცა უკვე თავრამეს გეკითხებიან სიმაღლეს და შენ სიმაღლეს მიხედვით ამზადებენ, ანუ მოკლე ვერც თორემ ვერ გექნება და ჩემი პრობლემა ხო ისაა ყოველთვის რომ ყველაფერი მოკლე მაქვს და ძალიან მაწუხებს ხოლმე და მაგიტა ძალიან კომფორტულია. ეს ორეული არა ესეთი. სხვაგვარს ძალიან მომეწონა და ახლა კარგად განახებთ. ესეთია. მოკლედ ეს როლი ძალიან მომეწონა, ძალიან მომაზეთ, ასე ძალიან კარგად ამეშვა ყველგან საერთოდ. ახლა უცებ უნდა გავიქცე, იმიტომ რომ 3 წუთში უნდა ვიყო სიტიბულში. ეს ვერ მოხდება ვერანაირად, მაგრამ უნდა ვიყო ყოველ შემთხვევაში. ეხლა უცებ ფეხზე ჩავიცმო და გავვარდი. მე წავიდე უნივერსიტეტში და ამის გარდა ცალკე ვიღებ ვლოგს და იმ ვლოგსაც უყურეთ აუცილებლად გულკოსით ახალბარს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ამ დროის განმავლობაში არასდროს არ გავსინჯავს დუბაის შოკოლადი. Როგორც რომ ძალიან მაინტერესებდა თქო, არა, იმიტომ რომ მაინტერესებდეს ვიყიდი და გავსინჯოვდი. თან აი ყველა რო ვიდეოს იღებდა ხოლმე ერთ პერიოდი, მაგის გამოც ყიდვა აღარ მინდოდა, იმიტომ რომ მოჩი რო იყო ტრენდში, ეგრე ვიყავ, მაშინაც 2 წლის მერე გავსინჯა, პირველად მოჩი რა შემოვიდა და ძალიან ბევრი რო ვისაუბრო, გადავწყვიტე რომ დღეს გავსინჯა დუბაის შოკოლადის დონატები. აღარ დონატები. აღარ ეს გამოვიძახე დილას და ახლა არის ღამის 11:20 წუთი. გიორგის თამაშის შუალედია 15 წუთი გვაქვს რომ იმისთვის რომ ეს ყველაფერი გავსინჯოთ და დავწყოთ. სავარაუდოდ ლოგიკურად ვიმშენებთ უკვე ცივი უნდა იყოს, მაგრამ სანამ აი ამ დუბაის რაღაცებზე გადავალთ, რომ ვიძახებდი ეწერა მარწყვის რაღაც და ზოგადად მარწყვა ძალიან მიყვარს და თანასწორად მარწყვის სილამაზესთანაც ვცირდება ჩემთვის და ეს როგორ ჭამაშაგლიათ მითხრათ, აი ეს რო გამომიგზავნეს, ეს როგორ ჭამა, ეს როგორ მოვუყვეჩა საერთოდ. მაგრამ შევჭამ, იმიტომ რომ მაინტერესებს და მოდი ახლა დავიწყოთ ამით, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. შუით არის ასეთი. პირველ რიგში არის ძალიან მსუყე, მაგრამ რაღაცნაირი უცხო გემოაქვს, ძალიან მომეწონა. რაღაცნაირი უცხო გემოაქვს, მაგრამ ანუ ეს რო ეხა ერთი მთლიანი შევჭამა, ერთნაირი ვერცეც ვეღარ ჩავმიჭავ და ვეღარ გავსინჯავ, იმიტომ რომ ძალიან მსუყეო. ზოგადად მე ვჭამ ხოლმე ყოველთვის ამას და ეგეც ძალიან იშვიათად, აი ძალიან იშვიათად შეიძლება მომინდეს ტკბილი, ძალიან იშვიათად და აი ამას ერთ წელს რო შევჭამ, სულ უკვე ვეღარ შევჭამ საერთოდ. და ახლა ეს რო 7 ჯერ ჩავყვეჭე, მოდი ისე ვიზავრო, ყველაფერი გავსინჯავ და რამოდენიმე უკმეც მეყოს. მანამდე წენს მოვიდა. ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ ხოლმე, ალბათ მე ახლა მიხვდებით, რომ ყველაზე არაკომფორტულად ვარ, იმიტომ რომ აწევთ მოგხდება და საშინლად არ მომწონს, აი საშინლად არ მომწონს. შემდეგ იყოს ეს. ფაიმა. იყოს ეს და აი აქედან ჩავკვეჭო. როგორც მივხვდი ამას შეგით არაფერი არ აქვს და იმას ქონდა ფისტა შეგნით და განმეთ არაფერი. და ამას არაფერი არ აქვს, პროსტო გარედან აქვს და ჩემთვის ის უფრო გამრიელი იყო, იმიტომ რომ დონატებს რომელსაც შეგით არაფერი არ აქვს, არ მიყვარს ზოგადად. არ მიყვარს. და ეს გავჭოთ ეს. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს, აი ძალიან. რომელი ხარება გაჭავობით, რომელი ხარება გაჭავ. შენ. აი ძალიან შეგნით აქვს რაღაც ალბათ მარწყვის ჯემი.
ბლე არ მეწონა ჯობია რომ არ გვეჭამა და უბრალოდ ლომიძე ყოფილიყო და თავისთვის ყოფილიყო იმიტომ რომ აითან დაუწერ 2-ს და ეგ 2-იც იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან ლამაზია ეს ვიცი რომ მომწონს იმიტომ რომ სვამოსჭამ ხოლმე როცა ვჭამ და აღარ შევჭამ იმიტომ რომ უკვე ძალიან მსუყია ჩემთვის და ჩემი ფავორიტი არის ეს დუბაის დონატი შიგნით კრემით აი ესე დავარქვი არ მეინტერესებს მოვჭით